კიდე რა გახსოვთ რა მოხდა აი 10-12-13 წლის გოგონებსა და ბიჭებს შორის რა იყო ხოლმე განსხვავებული და რა იყო ერთნაირი მანამდე, ხო? სხეულის ფორმა, ანუ ჩემს უკან დაინახავთ, გოგოშკური არა, ანუ ფემინური სხეულის ფორმა, ანუ ჩვენმა სხეულმა გოგონებო საყვარლება მიიღო ფემინური ფორმები, ანუ ესეც ქალური ჰორმონის ესტროგენის შედეგია, ანუ უფრო curvy, ანუ უფრო მორკალური, მომრგვალებული გახდა, თეძოები უფრო გაფართოვდა, ანუ ძვლოვანი სისტემის ფორმირება მოხდა, მკერდის ზრდაც იწყებოდა მაგაზეც მივალთ და ასევე ბიჭები, რომლებსაც მალე დაეწყებათ ტანის აყრა, ანუ growth spurt ინგლისურად, ანუ უფრო კარგად ჟღერს. ასევე ბიჭებშიც ხდება ძვლების და ტორსის, ანუ მთელი სხეულის ფორმირება, ანუ მთელი სხეული, მამაკაცებში მენჯი უფრო ვიწროა, ისინი უკვე სიმაღლეში ნელ-ნელა ზრდას იწყებენ, ანუ ამ ყველაფერს ვატოვატარებ იმიტომ, რომ პუბერტატული ცვლილებები, რასაც ჩამოვთვლი და რაც ჩამოთვალე, ბიჭებში სადღაც წლინახევრით უფრო გვიანდება ხოლმე, მაგიტომ არის რომ თავიდან კლასში უფრო მაღალი გოგონები გავიზარდეთ და მერე უკვე ბიჭებმა გაგვესწრეს და აიყარეს ტანი. სქესობრივი მომწიფებაზე საუბრის დროს ძალიან ბევრი ცვლილება ვახსენე უკვე და ერთ-ერთი იყო მკერდი. მოკლედ, ყველას გრცხვენია და გვერიდება, ასევე მკერდის განსაკუთრებით ქალებში ძუძუ რომ დაუძახოთ და ეს ერთსხვილადაც კი ითვლება. რეალურად ანუ მედიცინაში და ქართული მედიცინის ტერმინოლოგიაში ძუძუ საერთოდ არ ტეხავს და ის ჩვეულებრივად სამედიცინო ტერმინია, ანუ რაც არ უნდა ეცადონ მისი ეროტიზირება, ჩვეულებრივად სამედიცინო ტერმინია. ამიტომ ხო, ჩვენ ექიმები ჩვეულებრივად ვეძახით ხოლმე ძუძუს, ან სარძევო ჯირკვალს. თუმცა თვითონ გადაწყვიტოს ძუძუმ სარძევება უნდა თუ ძუძუობა. მოკლედ. რის თქმა მინდა? იმის რომ ძუძუებიც იზრდება და ჩვენ ექიმები ძუძუების ზრდის შეფასებისთვის გარდატეხ სასახლში ტენერის ცხრილებსაც კი ვიყენებთ, რომ მშობლებს დავეხმაროთ, რომ ძუძუების ზრდა შეაფასონ და მიხვდნენ შესაბამისად თუ არა განვითარების ეტაპს, ანუ კონკრეტულ ასაკში არის თუ არა კონკრეტული ზომის კონკრეტული განვითარების ტიპის. თავიდან მოზარდ გოგონებში სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს ერთი ძუძუ, ან მეორისგან განსხვავებული, თუმცა ამის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს მისი ზრდის ნორმალური პროცესია და ხშირად ეშინიათ ხოლმე, მშობლებს ხშირად მოყავთ ამის გამო, თქვენც გეშინიათ ხოლმე, მაგრამ არ შეგეშინდეთ, თუ რა თქმა უნდა გენეტიკურად არ არის განპირობებული ის, რომ მაგალითად მკერდი ანუ სარძევო ჯირკვალი არის ზრდება დიდი ზომის ან რაღაც პატარა ზომის აქვთ, ანუ ესეც ნორმალურია. ანუ აქაც არაფერი არ არის რაღაც პათოლოგია, დარღვევა და ასე შემდეგ. მოკლედ, ესეც თქვენი ნორმაა. ხოლო რაც შეეხება ანუ მის ზრდას, ანუ მაშინ როცა სასქესო ჯირკვლები, ანუ ამ შემთხვევაში გოგონებში საკვერცხეები დაიწყებენ ფუნქციონირებას ტვინის სიგნალის შედეგად და იქედან ისევ და ისევ უკვე რაც ვახსენე თუ გახსოვთ ესტროგენი გამოიყოფა, ესტროგენი ასევე ზრდის სარძევო ჯირკვალს. ანუ სხვადასხვა, ანუ რამდენიმე წელი ჭირდება ხოლმე რომ ის გაიზარდას, 5 ეტაპი აქვს მისი ზრდის და უკვე როდესაც მესამე ეტაპზე გადავა, აქედან საშუალო სტატისტიკურად წელიწად ნახევარში, 2 წელში უკვე მენსტრუალური ციკლი უნდა დაიწყოს ხოლმე. ხო, ეგეც ძალიან საინტერესოა. ხშირად მეკითხებით ხოლმე ამას. ასევე რა უნდა ვიცოდეთ, ის რომ შეიძლება მაგალითად ძუძუს თავებიდან გქონდეთ გამონადენი რძის მსგავსი, ამაზე უკვე ექიმს უნდა მიმართოთ და შეიძლება ძუძუს თავების ირგვლივ ადგილს ქვია არეოლა. არეოლა უფრო პიგმენტირებული, ან უფრო მუქი ხდება ცვლილებების პარალელურად და არეოლაზე შეიძლება გქონდეთ თმის ღერები. ესეც ნორმალურია ხოლმე, უფრო მეტად გენეტიკურია ხოლმე და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ ჰირსუტიზმი, ანუ გოგონებში თმიანობის ის ტიპი, რომელიც ნიშნავს, რომ მამაკაცური ჰორმონები უფრო ჭარბია.